ქართული კომპოზიტორების უნიკალური ხელნაწერების გამოფენის თანხლებით გაიმართა ფონდ ავტოგრაფის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში. მუსიკის, თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა ფალიაშვილის, ბალანჩივაძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ხელნაწერები გამოფინა. პირველ რიგში შევიმუშაოთ ის სტანდარტი, რომელიც არსებობს თანამედროვე მსოფლიოში, ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითია, როდესაც კერძო სექტორი, ბიზნესი თანამშრომლობს ხელოვნებასთან. მინდა რომ საქართველოში ეს მოხდეს, ხელოვან ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით, ჩვენი შუამავლობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ საკუთარი შემოქმედება ხარისხიანად, სრულყოფილად მიიტანონ საზოგადოებამდე და მიეცეთ სტიმული, რომ შექმნან მომავალში ახალი და ახალი ხელოვნების ნიმუშები. თავად ფონდის დაფუძნებას მივიჩნევ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია გამოვიტანეთ. აქ არის ასეთი დიდი კოლექცია, პირველად გამოდის, სულ რამდენიმე საათით არის გამოფენილი და შემდეგ კვლავ მუზეუმის საცავს დაუბრუნდება ყველა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ავტოგრაფია და მე ამ ფონდს უსურვებდი, რომ ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს, როგორც აი ამ ავტოგრაფების ავტორები.